ხალხონთია საგამოძიებო კომისიის დასკვნა გასაგებია რომ მისცემთ თქვენ პოლიტიკურ შეფასებას შემდეგ მოვისმინეთ თქვენი გუნდის პოზიცია რომ ყველაფერი ამის ფინალი უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან ერთად რახან ვნახეთ ჩვენ რომ საგამოძიებო კომისიაში დაბარებული იყო TBC ბანკის ხელმძღვანელები ბატონი ჯაფარიძე და ხაზარიძე არ მოვიდნენ გადააგზავნეთ საქმე პროკურატურაში და მიმდინარეობს ხო იქ სამართლებრივი საკითხები მიმდინარეობს ახლა იქ შესაძლებელია რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დღის ეს რიგში დადგეს აი ამ ორი ყოფილი ბიზნესმენის და ახლა უკვე პოლიტიკოსების აკრძალვა რომ აღარ იყვნენ ისინი პოლიტიკაში ჯაფარიძე ხაზარაძე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობა ეს არ არის ცალკე ეს ორი ადამიანი თუ იმ ფაქტებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ რაც უკვე კონკრეტულმა მსხვერპლებმა კომისიის წინაშე დოკუმენტებით წარმოადგინეს ეს არ არის არც ჩემი მონათხრობი არც ზღაპარი არც სიზმარი ეს არის დოკუმენტები რომლებიც მათმა მსხვერპლებმა ბიზნესმენებმა წარმოადგინეს კომისიის წინაშე და ათეულობით სხვა წერილია შემოსული დოკუმენტებით ტომები შემოდის ამ ორი ადამიანის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად 2003-2012 წლებში განხორციელებული რეკეტის ბიზნესების წართმევის თაღლითობის და სხვადასხვა სავარაუდო ფაქტებზე მაგრამ ეს მსხვერპლების მიერ მოტანილი ფაქტები და დოკუმენტებია რომელიც აუცილებლად იქნება დასკვნაში ეს კვალიფიკაცია კომისიამ თავ დასკვნაში უნდა მიანიჭოს მათ ქმედებებს ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და უკვე გაცხადებულია ეს არ არის დამალული რომ ჩვენი დასკვნა უნდა გახდეს საფუძველი იმ პოლიტიკოსების მე არ ვიტყოდი პარტიების პოლიტიკოსების პირების რომლებსაც დღეს ხანდახან თვითონ ვერ გაუგიათ ხან ნაციონალია შემდეგ ახალია მერე ძველია მერე მოძველოა არ ვიცი ვინ რა არის ზოგი ლელოა და ზოგი ანუ კანდიდატები არიან ეს ორი ადამიანი იმისა რომ საუბარი არის არა პარტიებს და შეუძლიათ კიდევ ახალი პარტია შექმნან ხო პარტიებზე იმდენად არ არის საუბარი რამდენადაც პოლიტიკოსებზე რომ ასეთი პირები ვერ უნდა იყვნენ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ვერ ჯანსაღდება პოლიტიკური ველი. ეს რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ როგორც ზურაადეიშვილს ეგონა რომ 50 წელი ვიქნებიო ხელისუფლებაშიო და მე სამ თვეში დადგა 1 ოქტომბერი 2012 წლის, რომ ვინმე პოლიტიკურ ძალას ან პოლიტიკოს ეგონოს რომ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და არასდროს არ უნდა წავიდეს, მაგრამ საუბარი იმაზეა, რომ ის ვინც დოკუმენტებით დავწმუნდებით, ფაქტებით დავწმუნდებით, რომ დააშავა, მას აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მობრუნდეს ხელისუფლებაში და კიდევ მეტი დააშავოს. შეიძლება, რომ ისევ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვინც ვითომ ბანკირები იყვნენ და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ადამიანებს ართმევდნენ ბიზნესს და მათი ქცევების შედეგად არაერთი ოჯახი აღმოჩნდა ციხეში. შესაბამისად არსებობს ყველანაირი ვარაუდი დასაბუთებული, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება მხოლოდ ავნებს სახელმწიფოს და არაფერს კარგს არ გაუგებს. და ბოლო კითხვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის მარტივი საქმე და არც სასიამოვნო საქმეა. მაგრამ არის ქართულში ასეთი სიტყვა, გასაკეთებელი საქმეა და ეს საქმე ჩვენი გასაკეთებელია სამწუხაროდ.